თბილისია. ყურადღება. ვახტანგ ბეგიაშვილი 84 წლის ეს არის უხუცესი ტელემაყურებელი, რომლის შეკითხვაც მოხდა სათამაშო მაგიდაზე. ვახტანგ ბეგიაშვილი თბილისიდან. ბატონო მიშა შულდაძე. თავის პუბლიცისტურ წერილებში ვაჟა-ფშაველა წერდა. მოგესალმებით, ვაჟას წელი გვაქვს წელს ჩვენ ინტელექტუალში. ვაჟა-ფშაველა წერდა, რომ ფშაველები შეადგენენ 12 თემს, რომელთაგან ყველას გააჩნია საკუთარი სალოცავი. ანუ ხატი. ამ სალოცავს მთიელი ქართველები ხატს უწოდებდნენ. თითოეული თემი თავის ხატს ემსახურებოდა და იქ ლოცულობდა. თუმცა, იყო ორი ხატი, ორი სალოცავი, რომელთა სამსახური და მოლოცვაც ყველა ფშაველისთვის სავალდებულო იყო. ეს სალოცავები ერთმანეთის მოპირისპირე მთებზე იყო აშენებული და ფშაველები მათ მოდე-მოძმე ხატებს უწოდებდნენ. ყურადღება შეკითხვა. ვისი რომელი ორი ისტორიული პირის საპატივცემლოდ თქვიათ სახელები ამ ხატებს? დრო. გიორგი წმინდანინო. შეიძლება თამარ მეფე იყო. თამარ მეფე შეიძლება ისტორიულ პირზე არის საუბარი. ლაშა გიორგი და რუსტანი დაძმაზე რო წავიდეთ. ლაშა გიორგი და რუსუდან თასთან აკავშირი შეუძლო. თას წმინდა გიორგი ხო არის ისტორიული პირი. არა. წმინდანინო ძველი სათქმელია. თამარი და გიორგი არა ისტორიული. თამარი და დავით აღმაშენებელი? არა. თამარი და რატო არა? თამარი შეიძლება აუცილებლად თამარი შეიძლება იყოს და თამარი მეორე უნდა იყოს ალბათ დავით აღმაშენებელი კიდევ რა შეიძლება მთაში ვინ აიტანა ეს მენა დავითმა მე მგონი დავით აღმაშენებელი იყო დავითი თამარი და დავითი ჯეჯობით ეშავს კიდევ რა შეიძლება იყოს რო გავხსნათ მეფე გიორგი წმინვალი არა ეგ უკვე რთულია რა თამარ მეფის გვერდით მოდემოძმე რატო არის ზამე დაძმაზე ხო არ არის მოდემოძმე ნამდვილად დაძმა ნახდათ ვიცით რომ ქალი და კაცია ქალი და კაცი უნდა იყოს აბა ეხლა დაძმა ხო არ არის მოდე მაგას ნიშნავს კი მოდე მოძმე აბა მოძმესი მოდე მაგას უნდა ნიშნავდეს ხო და დაძმა ვინმე გვახსოვს ბატონო ზალიკო, მე მგონი არ ღირს ხო დამატებით წუთის აღება? არ ღირს კაცო ღირს. წავიდა დამატებით წუთი. წავიდა წუთი. კარგი კიდევ მე დადაძმა გვახსენდა ესეთი პირდაპირ დადაძმა იქით არ ვიცი ბიბლიის ისტორიული პირებია ორივე ისტორიული პირებია დამკვიდრებული დაწამოდი საქართველოს ისტორიაში და თან ისიც აქეთ რა ახლოს საქართველოს ისტორიაში ქალი თამარი როა შევთანხმდით ამაზე უკვე ეს არის ხო თამარი დავითი ერთი ვერსია არის კიდევ თამარი თუ არ არის წმინდანი და სოსლანი ხო არ არის და ეს ორი მთა იქით აქეთ ხო არის და მოდემოძმე არ იქნებოდა ხატი ეგ წმინდანად უნდა იყოს წმინდანად უნდა იყოს შერაცხული რომ ახვიდა და მოილოცო ხო ხო მაგრამ წმინდანად შერაცხული შეიძლება ანუ ფშავში წმინდანად შერაცხული სოსლანი გასო არა სოსლანი არ იქნებოდა ორი განსხვავებული ეს 12 ხო არის დანარჩენი იქნებოდა ყველა წმინდა გიორგი რა ეს არ უნდა წმინდა ნინო და წმინდა გიორგი მგონია მაგრამ ეს გავიარეთ ახლა შემდეგ კიდევ ის არა ან არის თამარი და დავითთან წმინდა გიორგი წმინდა ნინო წმინდა გიორგი ეგ ისტორიულები რა ვიცი მაშინ ორი ქალი გამოდის ანუ კიდევ მეფეებს რო გავხსნით რა მოყვა იქ ხო წმინდა გიორგის განსაკუთრებულ პატივსცემენ თაში ყოველთვის ძალიან დრო ამოიწურა. ის ყველა წმინდა გიორგი ბატონო ზალ. ეს ორი არის განსხვავებული ვინ უპასუხებს? მიხეილ შულდაძე მიხეილ შულდაძე. ბატონო მიშა. არ მკითხოთ ვერსიებზე, ხო დიმარ ყოფილიყო ობოლაძე გეტყოდა ვინ გიკანახებს 4-1 ვინ გეტყვა. 5-1 მაგბე წამყვანა. უი უკასრავად. ბატონო მიშა, მაშ ვის პატივსაცემად თქვიათ სახელები ამ ხატებს, ამ სალოცავებს? ჩვენი აზრით თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის რატომ? იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო კითხვიდან ჩანდა რომ ერთი უნდა ყოფილიყო ქალი წმინდანი, მეორე მამაკაცი წმინდანი, თან ისტორიულ პირებზე რა კი არის საუბარი, ამიტომ წამოვით აქეთ მეფეებთან და ორი ყველაზე ისეთი მიღებულია. გასაგები. ყურადღება, სწორი პასუხი. ბატონო მიშა, თქვენ სწორედ წამოხვედით მეფეებზე, აბსოლუტურად სწორედ. და პირველი მართლაც არის თამარ მეფე, იმიტომ რომ სწორედ თამარ მეფის დროს მთაში გავრცელდა ქრისტიანობა და გაქრისტიანდნენ ქართველი მთიელები. ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები თუ კარგად გახსოვთ, რომელი არის ყველაზე პოპულარული სალოცავი მთაში? ეღირსებაო ლუხუმსა. ლაშა გიორგი. თამარი და ლაშა გიორგი. თამარის ხატი და ლაშარის ხატი. ლაშარის ჯვარი.